ახლა ჩვენ ერთ ძალიან საინტერესო გამოცემაზე და კვლევაზე უნდა ვისაუბროთ. შუშანიკის წამება ჰაგიოგრაფიული ძეგლის კომპლექსური კვლევა გამოქვეყნდა ერთ გამოცემაში. ქართული ჰაგიოგრაფიის და ზოგადად ქართული კულტურის, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია და მის თანამედროვე კომპლექსური გამოცემა შექმნილია პროექტის ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიის ფარგლებში და უკვე დღესაც შეიძლება მოვიაზროთ როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართოლოგიური კვლევების განვითარების საქმეში. ჩვენთან ერთად არიან მანანა სანაძე, საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი და ნანა ბრევლიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მოგესალმებით. მადლობა დიდი რომ ხართ ჩვენთან ერთად. თავდაპირველად მანანა, მოდით თქვენ დავიწყოთ, საიდან გაჩნდა საერთოდ ეს იდეა და რა საჭიროებას მოითხოვდა ეს კომპლექსური, რას ნიშნავს სიტყვა კომპლექსური ამ მნიშვნელობით? რა სხვადასხვა შრეს მოიცავს? ეხლა ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ თვითონ ინსტიტუტი დაფუძნდა ქართველოლოგიური და იქ განაწილდა მერე კვლევები. და ფილოლოგებმა დაიწყეს ეს კვლევა ჰაგიოგრაფიის და დავიწყეთ ბუნებრივია შუშანიკით. რას ნიშნავს ეხლა ეს კომპლექსური? ჯერ ერთი იცით, აი ესეთი გამოცემა, მთელი ჩვენი ჰაგიოგრაფია, რომ ერთიანად გამოიცა ილია აბულაძის გამოცემა იყო 60-იანი წლების დასაწყისში და ეს იყო პირველი გამოცემა, ეს იყო ფანტასტიკური მიღწევა იმ დროისთვის, რომ გამოიცა ეს შეჯერებული ხელნაწერები, მაგრამ მინუსი რა თქმა უნდა ჩქარობდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო და მინუსი იყო ის, რომ ამ გამოცემას არ აქვთ სამეცნიერო აპარატი, არ არის ინდექსები, არ არის კვლევა, გამოკვლევა ამასთან დაკავშირებული, როგორც ხელნაწერებთან, ისე თვითონ პუბლიკაციებთან, ამ ნაშრომებთან და ეს რა თქმა უნდა მოითხოვდა გამოსწორებას. შემდგომ წლებში სხვადასხვა ჰაგიოგრაფიული თხზულებები გამოიცა კვლევებით და ასე შემდგომ, მაგრამ არ გამოცემულა მთლიანი კორპუსი და გარდა ამისა, როგორ არ გამოცემულა, იცით რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელნაწერების ამ თითეული ჩვენი ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც უნდა გითხრათ, რომ ძალიან უნიკალურია ქართული ჰაგიოგრაფია. ეს შეიძლება ესე ზღეჟღერს, მაგრამ ეს არის ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებები, იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც აქვს ისტორიული ღირებულებაც. ზოგადად დასავლელი მეცნიერები ჰაგიოგრაფიას წყაროთაც კი არ მიიჩნევენ ისტორიული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის დაცლილია ისტორიზმისგან, მაგრამ ქართული ჰაგიოგრაფია ის უნიკალური გამონაკლისია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა, იმიტომ რომ ეს არ არის, იცით, ბერძნული ბიზანტიური ჰაგიოგრაფიისგან განსხვავებით, ქართული ჰაგიოგრაფია უფრო ბიოგრაფიული მოღვაწის ცხოვრების ამსახველია და ეს მთელი ცხოვრება ისტორიულ ფონზე მიდის, ის ხვდება პიროვნებებს, ისტორიულ პიროვნებებს, მათთან აქვს ურთიერთობები და ამიტომ რეალურად ეს არის უნიკალური ისტორიული წყაროც, გარდა იმისა, რომ ეს ენობრივი წყაროა, ლიტერატურული ძეგლია და ასე შემდგომ. ამიტომ ეს ძალიან სხვანაირად. თავისთავად, ხო, ეს თავისთავად. ამიტომ ეს სრულიად უნიკალური რამ არის ქართული ჰაგიოგრაფია და ძალიან დასაფასებელი. მე ვთვლი რომ ეს არ არის საკმაოდ დაფასებული. თვლით რომ ეს ჰაგიოგრაფიული სკოლის დამახასიათებელია ჩვენი თუ ეს ინდივიდუალური შემთხვევა, სკოლა იყო ზოგადად სამოქალაქო კუთხესაც უყურებდა. არა, ზოგადად სკოლა იყო ასეთი. აი ესეა ქართული ჰაგიოგრაფიის ინტერესი, არ არის მარტო საკუთრი, რა თქმა უნდა, ძირითადი ინტერესი ის წმინდანია, რომლის ცხოვრებასაც აღწერს, მაგრამ ის ამ წმინდანის ცხოვრებას არ აღწერს ეპოქიდან დაცლილად. ის ეპოქაში ათავსებს მას და შესაბამისად ეს ადამიანი ხვდება იმ ეპოქის ძლიერებს, ხელმძღვანელებს ქვეყნის, იმიტომ რომ ხან მიწას თხოვს, ხან რაღაცას თხოვს, ხან რაღაცისთვის დადის, გარკვეული ურთიერთობები აქვს ამ თავის საზოგადოებასთან და ეს არის რეალურად ბიოგრაფიები. ჩვენ თუ არ ჩავთვლით მე იმ სასწაულებს, რომლებიც მოთხრობილია ხოლმე თხზულების ბოლოში, რაც
რაც აუცილებელია წმინდანთან დაკავშირებით, ხო? თუ ამ სასწაულებს არ ჩავთვლით და ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი ბიოგრაფიები, დიდი ქართველი, დიდი მოღვაწეების, დიდი საეკლესიო მოღვაწეების ბიოგრაფიები, არც მეტი არც ნაკლები, ეს არის ბიოგრაფიული თხზულებები. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს სრულიად უნიკალური არიან ამ მიმართულებით და მე ვთვლი რომ ეს არც არის საკმაოდ ესე კარგად დაფასებული. და ეხლა რა მინდოდა ამაზე მეთქვა, რა არის კიდევ კომპლექსურად მასთან დაკავშირებით, რომ რა გადავწყვიტეთ. მე სრულიად მომიწია, იცით, მე თვითონ ეხლა ისტორიკოსი ვარ, არა ვარ ფილოლოგი, მაგრამ მომიწია რაღაცა პერიოდში, სწორედ ისტორიული კუთხით, საგანგებოდ კვლევა დავით და კონსტანტინეს წამების, ჰაგიოგრაფიული თხზულების და როდესაც ეს შევისწავლე, ეს თხზულება უნდა გითხრათ, რომ ყველა ეს თხზულება მოსულია სხვადასხვა ვერსიებში. ნუ ახლა ვინც არის სპეციალისტი, იმან იცის, რას ნიშნავს მეტაფრაზის ვინაქსარი. ანუ ეს არის მოკლე ვერსიები, თხზულების ვრცელი ვერსიები და ასე შემდგომ. და ეს თხზულებები მოსულია ჩვენამდე აი ამ სხვადასხვა ვერსიებში, ვრცელი, მოკლე ასე და აი 60-იანი წლების გამოცემაში ეს მოხდა, რომ ვრცელი ვერსიები მეტაფრასული ცალკე დაიბეჭდა, სვინაქსარული ცალკე დაიბეჭდა და აი ამ დროს იკარგება მთლიანობა და როდესაც შენ თხზულებას უყურებ ყველა მისი ხელნაწერით შემორჩენილი და იქ შეიძლება ძალიან პატარა სვინაქსარულ ხელნაწერს, რომელსაც დიდი თითქოს მნიშვნელობა არ აქვს, აი ესეთი რამე აქვს შენარჩუნებული, რომელიც აი მეტაფრასში გამორჩენილია. და ამიტომ გაჩნდა ეს ისა რომ აი ეს სიახლე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ერთად ვაკეთებთ, აი შუშანიკის წამება 4 ტომად გამოვიდა, წარმოიდგინეთ, აი ახლა 2 იქით არის, 2 აქეთ მოხდა. ეს წიგნი წარმოიდგინეთ, რომ შუშანიკის წამების, აი ეს 2 ცდადე, ერთი შუშანიკის წამება არის ამ 4 ტომში გაკეთებული. ერთი ტომი მოიცავს ხელნაწერებს ყველას, ამ ქართულ როგორც ვრცელ მეტაფრასულ და ორიგინალს მე არის მოკლე სვინაქსარები, არის სომხური ვრცელი ვერსია, სომხურიც მე მისი ესე იგი მოკლე ვერსიები ვრცელი, ანუ ყველა ხელნაწერი რაც კი არის შუშანიკის წამებაზე ვრცელი, მოკლე, უფრო მოკლე თუ ასე შემდგომ, ყველა ვერსია, მათ შორის ჩანაწერები, იგივე ქართლის ცხოვრებაში მოკლე განსხვავებული ჩანაწერი მოქცევა იქ ქართლისაში არსებული ერთი ფრაზაც კი, ანუ რეალურად ის მოიცავს ყველაფერს და ერთი წიგნი არის სწორედ კვლევა და თვითონ აი ეს ტექსტები. და დანარჩენი იცით არის მასზე შრომები. ანუ ეხლა დამთავრდა ეს მეოთხედია უკვე 21 საუკუნის და უამრავი ნაშრომები დაიდო აი ამ შუშანის სხვადასხვა რაკურსით. აი ამაზე მინდოდა მე კითხა და დაგიბრუნდებით საოცრად, აი სწორედ ამ ნაწილზე რო ვისაუბროთ ქალბატონ ნანა. აი ვახსენეთ ქალბატონ ნანა მახსენა რომ როცა პირველად გამოქვეყნდა ეს ტექსტები, მაშინ ამოცანა იყო რომ მოდი გამოცემული ტექსტები მაინც არსებობდეს. ზოგადად რელიგიური ტექსტების გამოცემა განსაკუთრებული სირთულე იყო მაშინ და რაღაც სპეციფიკურად შეფუთული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, ცხეთური ხელნაწერი რომ გამოიცა, ვერ დააწერეთ რაღაც სხვანაირად უნდა სხვა რამე უნდა დაგერქმია. ტაძრის რაღაც არქეოლოგიურ შეფასებას რო აქვეყნებენ, იმასაც რაღაცა სხვა სახელი უნდა დაგერქვა, ტაძარი რო ერქვა, იმას ის არ უნდა გეთქვა და იმის შემდგომ განვითარდა მრავალი სკოლა ქვეყანაში, სხვადასხვა კუთხით რომ შევხედოთ, შეგვიძლია ტექსტს ახლა. რა მხარეები, რა კუთხით არის დანახული ახლა შუშანიკის წამება თქვენს ფუნდამენტურ კვლევაში? დიახ, უღრმეს მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. მოგახსენებთ, ანუ როგორც ქალბატონმა მანანამ ბრძანა, ეს გახლავთ დიდი პროექტის პირველი ნაწილი. ანუ ჩვენ დავიწყეთ ორიგინალური ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების გამოცემა, აი ასე. ბათაშვილის ბუდიშ ქალბატონი, აი ევსტატი მცხეთელი უკვე მზად არის და ამ წლის შემოდგომაზე უკვე ნახავს. და ანუ ჩვენ თვითონაც არ ველოდით ასეთი მოცულობითი თუ გამოვიდოდა ეს გამოცემა, ეს გახლავთ აი ამ ვრცელი კორპუსის პირველი ტომი, რომელიც 4 ნაწილით არის წარმოდგენილი. პირველი ძირითადი აი რაც თქვენ ხელში გიჭირავთ, ეს გახლავთ ყველა წყარო, რაც კი არსებობს შუშანიკის შესახებ, ერთად არის თავმოყრილი. ამ წყაროებს ახლავს ვრცელი კრიტიკული აპარატი, ანუ უძველესი ტექსტი დადგენილ 11 ხელნაწერის მიხედვით, სვინაქსარული როგორც ქალბატონმა მანანამ ბრძანა, სომხური რედაქციები და მეტაფრასული რედაქციები. ანუ წარწერებიც კი, ანუ რაც კი რა მოიხსნა შესახებ, ყველაფერი არის თავმოყრილი ერთ წიგნში. ამას ახლავს ვრცელი ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევა, ახლავს ასევე ლექსიკონი თავისთავად, ახლავს საძიებლები, ბიბლიოგრაფია. ძალიან საინტერესოა, რომ ამ გამოცემას ახლავს მაღალი გარჩევადობის ფოტოპირები, რომლებიც ხელნაწერებიდან
წლიდან არის ჩადებული ამაში, უძველესი პარხლის მრავალთავია 95 და რადგან იქ ნაკლულია ის ტექსტი, ხო, ამიტომ შემოვიტანთ მეორე სრული ხელნაწერის A130-ის სრული ტექსტი. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ამ გამოცემას ახლავს რუკა, რომელიც ქალბატონი მანანეს და ჩვენი უნივერსიტეტის რექტორის ბატონი კონსტანტინე თობურიას გაკეთებულია, ბოდიშ ვიხდი. დიახ და არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ასახავს იმდროინდელი ქართლის გეოპოლიტიკურ ვითარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ძალიან აი ბოლოში არის, დიახ, ჩაკეტილი არის ეს რუკა. ამასთანავე აქ არის საუბარი თარგმანებზე. ნუ ძირითად საკითხებზე, რასაკვირველია, თხზულების ავტორზე, პერსონაჟებზე და ასე შემდეგ. საინტერესო ასევე რიგი ეთნოლოგიური საკითხებისა, რომელიც წარმოიშვა. აი ეს მეორე თხელი წიგნი, რომელიც იქით დევს, ხომ, ეს გახლავთ უკვე გვიანდელი, ანუ გამეტაფრასებული რედაქციები ანტონ კათალიკოსის, იოანე ბატონიშვილის და მე-19 საუკუნის საგეოგრაფიული კრებულის, ანუ სხვადასხვა ტიპის გადამუშავება, ამიტომ ისინი განიხილება ცალ-ცალკე რედაქციებია, დიახ. და კიდევ ორი წიგნი გამოვიდა, ანუ მესამე ნაწილის ორი წიგნი გამოვიდა, ყველა ის წერილი, პუბლიცისტური წერილი, რომლებიც კი ქართულ სამეცნიერო სივრცეში არსებობდა, მეტნაკლებად სამეცნიერო ღირებულება ჰქონდა, შევეცადეთ თავი მოუყართ, არ იყო მარტივი ამბავი. ოღონდაც ნახეთ როგორ არის არა მხოლოდ ის წერილები აქ წარმოდგენილი, რომლებიც უშუალოდ წმინდა შუშანიკს უკავშირდება, არამედ ისინიც, რომლებიც ეპოქას უკავშირდება, ქალბატონი მანანასი, დიახ, ქალბატონი გიულიან ლასანიას წერილია, დავით გოგიბერძის წერილია, იმიტომ რომ ცურტავის ადგილმდებარეობა დღემდე გაურკვეველია. და აი ამასთან დაკავშირებით არის კიდევ წერილებით ამოყრილი და აი ეს გამოცემა უნდა გითხრათ, რომ იქნება სამაგიდო წიგნი ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. ანუ ამ გამოცემით ვფიქრობთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ აი კარგი საჩუქარი მიიღო, იმიტომ რომ როგორც ბრძანეთ, დრო გავიდა, ბევრი რამ გადაფასდა და ახლებურ კვლევას, ახლებურ კონტექსტში გააზრებას მოითხოვს ეს ბუნებრივია. ეს ტექსტები როცა გამოიცა, მაშინ ყველაფერი რაღაც მარქსისტული დიალექტიზმის ფარგლებში უნდა განხილული იყო რაღაც ასე და არა მარტო ბევრი რამე არ იყო, იცით, აი მაგალითად გადათარიღებულია ახლა ამჟამად უკვე აშკარა არის ჩვენი არქეოლოგიური განყოფილების მიღწევებითაც, აი ნატკორის ტაძარი რო გაითხარა თქვენ ალბათ იცით ამაზე თომა ჩაგელიშვილის ფილმიც გავიდა, ხო? ეხლა ამან აბსოლუტურად უკვე მყარად გადაათარიღა, რომ ვახტანგ გორგასალი გარდაცვლილი არის 531-ში, სხვათა შორის მე კი დავიწყე, აი 2016-ში გამოვეცი ამაზე უკვე წიგნი გამოვიდა, რომელშიც ამაზე მაქვს საუბარი, მაგრამ მე არ ყოფილ ვარ პირველი, წარმოგიდგენიათ, რომ ამაზე უკვე 1906 წელს აქვს მოსე ჯანაშვილს დაწერილი, იმანდ გადაათარიღა პირველად და საუკუნეზე მეტი გავიდა და მაინც ვერ მიხვდა ეს ჩვენი საზოგადოება, რომ ეს მართლაც გადასახარებელია და ახლა დღეს უკვე არსებობს არქეოლოგიური მონაცემები ამისი და მანდ არის ეს უკვე ნაჩვენები, რომ გონიათ, რომ ვახტანგ გორგასლის დროს მოხდა. არა, ვახტანგ გორგასლის დროს არ მოხდა წამება, ვახტანგ გორგასალი როცა შუშანიკი აწამეს, იმ დროს 7 წლის იქნებოდა. თუ 4 წლის, აი ეს რამდენიმე წლის იყო სულ. ანუ ეს მოხდა მირდატის, მისი მამის დროს და მირდატის მეფობა არის ძალიან სუსტი სწორედ და აი მის დროს ქართლში და მის დროს ხდება ეს ყველაფერი. ანუ ძალიან ბევრი არის აქ სიახლეები, რა თქმა უნდა, და ეს ყველაფერი ეყრდნობა წყაროებს, არქეოლოგიურ გათხრებს, უთხოვარ მონაცემებს, რომლის აი იგნორირება არაფრით არ შეიძლება. სხვა შინაარსით კოდირებული არის დღეს ასე უყვარს ხოლმე დახასიათება ეს ტექსტი. ეს არის რელიგიური ტექსტი პირველ რიგში, ხო? ნუ არის ჰაგიოგრაფიული ნაშრომი. მეორე არის ისტორიული მნიშვნელოვანი ძეგლი. არის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლი ასევე. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ლიტერატურის საფუძველი არის ეს ტექსტი და ახლა ამასევე თქვენ თქვით, რომ აი მარტო ქართული ჰაგიოგრაფია იმითაც გამოირჩევა, რომ მარტო რელიგიური ნაწილი არ აქვს, ისტორიული ნაწილი აქვს, ასევე ლიტერატურული ნაწილიც აქვს. თქვენ წამებს მთელი პასაჟები არის ულამაზესი ლიტერატურული ტექსტები. ანუ დღეს რომ წერალი ცდილობს რომ მიაღწიოს რაღაც ეფექტს, ლიტერატურულ ეფექტს, ხო? იაკობ ხუცესი აღწევს ჯერ კიდე. თავად ტექსტთან დაკავშირებით ერთი ნაწილი მინდა ვიკითხო, მე წამიკითხავს, რომ ჩვენ გვაქვს გვიანდელი ჩანაწერი შემორჩენილი ამ ტექსტისა, რომ მისი პირვანდელი ჩანაწერი და ეს ტექსტიდან ჩანს, რომ უშუალოდ ამბების მომსწრეს დაწერილია პრაქტიკულად იმის პარალელურად, როცა ამბები ვითარდება, ან იმავე ეპოქაში, ხო, იმავე 50 წელიწადში, როცა ეს ამბავი ხდება.
იმ პერიოდის ტექსტი იქნებოდა ხანმეტი, რადგან ამ პერიოდისაც ქართული ენისათვის დამახასიათებელი იყო ხანმეტობა. ეს შედარებით გვიანი ტექსტი არის. მე-10 საუკუნეში გადაწერილი ტექსტი არის, ხო, როცა ხანმეტობა მას ჩამოაცილეს. მე ხანმეტობას რო განმარტოთ რა არის, პირველი და მესამე სუბიექტური პირის ნიშანი, ხო? დიახ, ეს მეორე ომისამე ირიბი, მეორე სუბიექტური პირი, მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი იყო, მაგრამ თანამედროვე ქართულში შემორჩენილია სხვათა შორის ხ პრეფიქსი ხარ-ხვალ ხვეთფუძეებში, ანუ მეორე სუბიექტური პირის ნიშნად. მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშნად დაიკარგა. ეს ძალიან სპეციფიური საკითხია, მაგაზე არ შევჩერდ. ხო, მაგრამ ხანმეტობა იყო დამახასიათებელი ამ ეპოქისად, როგორც არის ბოლნისისიონის წარწერა, ხო, ხანმეტია. მე-15 საუკუნისთვის, დიახ, ქართული ენისთვის დამახასიათებელია. ტოპონიმებშია შემორჩენილი, ხერთვისი მაგალითად რა არის, ხერთვისია. წარწერებში გვაქვს შემორჩენილი, გვაქვს ასევე ფრაგმენტები, პალიმსესტები, სადაც ეს ხანმეტი ფორმები არის შემორჩენილი. მთელი კორპუსია გამოცემული ხანმეტი ტექსტები. ხანმეტი ლექციონარი, ხო? ხანმეტი ლექციონარიც კი ბატონო იაკობის პროტოევანგელე და ასე შემდეგ. ამაზე მოგახსენებთ ახლა რომ მე-10 საუკუნის ხელნაწერი გვაქვს ყველაზე ძველი, ეს გახლავთ პარქლის მრავალთავის, სხვათა შორის ყველაზე დიდი ხელნაწერია, რაც კი შემორჩენილია და მასში დაცულია ყველაზე აი ესე იგი ადრინდელი ვერსია. ამიტომ ენობრივზე ცოტა რთულია საუბარი, თუმცა აი ამ წიგნში სხვათა შორის გვაქვს ზუსტად ეს რედაქციათა ურთიერთმემართების საკითხი და იქ განვიხილათ ამას, რომ სავარაუდოდ აი ორი ძირითადი მიმართულება უნდა წამოსულიყო, რომელსაც რასაკვირველია ერთი პირველ წყარო ჰქონდა, მაგრამ ნუ მე-5 საუკუნის არანაირი არც ფრაგმენტი არაფერი სამწუხაროდ ამ ტექსტზე შემორჩენილი არ გვაქვს, ყველაზე ესე იგი გვიანდელი არის დიახ მე-10 საუკუნე. ერთი კითხვა მაქვს, ამათაც ხშირად არის ხომ დისკუსია. კი, ჩვენ გვაქვს გვიანდელი ტექსტი შემორჩენილი, მაგრამ ამ ტექსტის ენა, სტილი და ასევე ვითარებათ აღწერა მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ამბავთა პარალელურად დაწერილი. ოღონდ ამავდროულად ამ ტექსტის ლიტერატურული გამართულება მიუთითებს, რომ ეს ვერ იქნება პირველი და ერთადერთი იმ პერიოდისა, ხო? ამ კუთხით, კვლევის კუთხით, აი წმინდა კვლევის კუთხით, ლიტერატურული, ფილოლოგიური, ისტორიული კვლევის კუთხით რა ახალი დასკვნები არის თქვენი აზრით, სადაც ხაზგასაცმელია და რაც შეიძლება რომ სხვანაირად დაინახოს ქართულმა საზოგადოებამ. ეთით ახლა ჩვენი ქართველები ახლა ციგნიერი ხალხი იყო ძალიან ადრიდანვე, იმიტომ რომ მაგრამ ჩვენ არ გქონდა ჩვენი დამწერლობა მე-4 საუკუნის მიწურულამდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ წერდით. ისმით მე ყოველთვის ვამბობ, რომ თავარია ერთი ენა კარგად იცოდე და სრულყოფილად და მაშინ სხვებსაც უფრო, ანუ ჩვენ წერდით და არის შემორჩენილი უამრავი ძეგლები ბერძნულად და არამეულად. ანუ საქართველოში იწერებოდა ბერძნულად და არამეულად დიდი თხზულებები, ისტორიული თხზულებები, ახლა რა არის აბა ქართლის ცხოვრება, თქვენ რა გონიათ, საიდან მოვიდა ეს ჯერ ერთი, რომ დავიწყოთ ყველაფერი, მთელი სიუჟეტი, მთელი სტრუქტურა ქართლის ცხოვრების უკვე მოქცევა იქ ქართლის აი ქრონიკაში გვაქვს სრულიად და ისიც ჯუანშერისეული ქართულთა ცხოვრებიდან არის შემოკლებული ვერსია და ახლა ეს ამბები საიდან მოვიდა, რა თქმა უნდა, როდესაც გაჩნდა ქართული დამწერლობა, ითარგმნა არამეულიდან და ბერძნულიდან უკვე არსებობდა. რა თქმა უნდა, აბა როგორ ახლა არსებობდა ეს არამეული და ბერძნული თხზულებები, არამეულად და ბერძნულად იწერებოდა და ბიბლიოთეკა, სამეფო ბიბლიოთეკები არსებობდა და იქიდან ნუ სამწუხაროდ ამას შეეწირა, რა თქმა უნდა, ბევრი ტექსტი. ეხლა რატომ? იმიტომ რომ მე ეს ქრისტიანობის ფონზე მოხდა, ეხლა მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ქრისტიანიზაცია მოხდა. ეხლა მე-4 საუკუნის მიწურულიდან, როცა დაიწყეს თარგმნები, რა თქმა უნდა, ბევრი ტექსტი სამწუხაროდ გაქრა, აღარ გადაწერეს, აღარ თარგმნეს, მაგრამ ნუ ეხლა უპირველეს ყოვლისა ისტორიული ტექსტები, რომლებიც მეფეების ცხოვრებას ასახავდა, ბუნებრივია ის ითარგმნა და ამდენად ეხლა და უფრო მეტიცა რა, ძველი და ახალი აღქმები ჩვენ ეხლა ხანმეტ ტექსტებში ქართულად გვაქვს ხო ეს სახარება. ესე იგი სახარების ტექსტია უკვე თარგმნილი და ეხლა სახარებით სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ მე თავის დროზე ძველ სომხურს ვსწავლობდი, ზაზა ალექსიძე ესეთი მეცნიერი სიცნობთ ალბათ, ნუ მოკლედ ის იყო პედაგოგი და უნდა გითხრათ, რომ მაშინ სახარებით იწყებოდა. ანუ ჩვენ ძველი სომხურს გვასწავლდნენ სახარების ტექსტით. ანუ სახარება ეს იმხელა ტექსტია და ისეთი ლექსიკით დატვირთული, რომ ეხლა სახარებას რომ ხალხი თარგმნის, ის უკვე ყველაფერს დაწერს. ამით ვერ დაიწყო. ეს ვერ იქნება პირველი ნაბიჯი ამ. რა თქმა უნდა, ეხლა უკვე იმ დროს არაკულტურული ხალხის კულტურული სანამ ჩვენ ესე იგი შუშანიკის წამებას დავწერდით, მანამდე ჩვენ
განახარება გქონდა თარგმნილი და გქონდა თარგმნილი არამეულად და ბერძნულად დაწერილი ჩვენი თხზულებები აქ სამე მეფეთა ცხოვრებები თარგმნილი ბუნებრივია. მადლობა ძალიან დიდი დრო გაგვექცა, მაგრამ თქვენ შეაჯამოთ კიდევ ერთხელ და წინ რა კვლევები გველოდება მათ შორის ამაზე სულ თქვათ. კი, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ თვითონ ქართოლოგიური ინსტიტუტის შესახებ ქალბატონი მანანა გახლავთ ჩვენი ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი და არა მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი და მისი პრეზიდენტის გახლავთ ქალბატონ გიული ალასანიასთან ერთად და ამ ინსტიტუტში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინსტიტუცია ძალიან ხანმოკლე დროის განმავლობაში ფუნქციონირებს, სულ 3 წელიწად ნახევარია. დიახ, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქცია გამოცემული და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ესაც, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ორიგინალური ქართული ჰაგიოგრაფიის მიმართულებით მიმდინარეობს კვლევა, მიმდინარეობს აგრეთვე ნათარგმნი ჰაგიოგრაფიის მიმართულებით. ჩვენ გამოვეცით უკვე ნათარგმნი ბიზანტიური ტექსტი, ეს გახლავთ მე-13 საუკუნის ხელნაწერის მიხედვით გამოცემული მნიშვნელოვანი ტექსტია, სხვადასხვა გელათური სკოლის ეკლესიას თარგმანი არის, გელათური ვერსია, ეს ჩემი ავტორობით გამოიცა. ამას გარდა ახლახანს გქონდა პრეზენტაცია ქალბატონი დოდო ჭუმბურიძე, ხათუნა ქრაშვილი, ვაჟა კიკნაძე, ლელა სარალიძე არიან ამ გამოცემის ავტორები. ეს გახლავთ არაჩვეულებრივი გამოცემა რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოს ისტორიაში, ძალიან მოცულობითი ტომია და მართლაც აი საუკეთესო გამოცემა. ეს სხვათა შორის ჩვენ უნდა მოგართვათ. ისე მე მინდა ხა ვისარგებლო ნანა. აი ტელევიზიით მინდა ერთი რამე ყველას უთხრა. პედაგოგებს საქართველოში, ისტორიის პედაგოგებს ეს გამოცემა ჩვენ გავაკეთეთ 1000 სალიანი ტირაჟი და არის მთლიანად განკუთვნილი ისტორიის პედაგოგებზე უსასყიდლოდ. მობრძანდით ძვირფასებოდ თბილისში პედაგოგები საქართველოს უნივერსიტეტის მაღაზიაში წიგნების და იქიდან მოგცემენ თქვენ უფასოდ. ძალიან დიდი. უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ მე რომ მქონდეს. მარტო ამაზე ვილაპარაკებდი, მაგრამ სამწუხაროდ შემოზღუდულები ვართ. მე სხვა დროსაც გავაგზავნებთ ამ საუბარს. ქალბატონი მანანა სანაძე და ნანა მრევლიშვილი იყვნენ ჩვენთან ერთად. დაგემშვიდობებით ქალბატონებო, მადლობა ამ ძალიან დიდი შრომისათვის. რასაც ეწევით, ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მე დაგბრუნდებით ხვალ თქვენ კი დარჩით ფორმულას.